მიმართავთ, ვეთქვით, გაგიმარჯოს ზიარაბაი, ვიჩხუ მიმართ, იქნება ზიარა უბაი. მე ვარ ალა კუკესკირი, რა თქმა უნდა, წარმოშობით აფხაზეთიდან, ვარ იძულებით გადაადგილებული პირი, 30 წელია უკვე ცხოვრობ თბილისში. ამ სკოლაში მოსვლამდე მე განათლების სამინისტროში მეთოდ ცენტრში ვმუშაობდი, ვასწავლი აფხაზურ ენას. ანუ აფხაზური ენა მოგეხსენებათ, მე 10-11, მე 12 კლასშია მარტო შემოტანილი. მისალმება, გამარჯობა, როგორ ახარ, შეიძლება ვიღაცა თავიანთი ანუ მეგობარი ვიღაცა იქიდან გადმოსულს რომ შეხვდეს აქაური მოსწავლე, თავისუფლად შეუძლია ანუ მიესალმოს და მოიკითხოს ის, ანუ გაიცნოს ის ბავშვი და ასე შემდეგ. მე მგონი რომ ეს ძალიან კარგ შედეგს გამოიტანს, როცა ჩვენ ბავშვებს თუნდაც ელემენტარული აფხაზური ენა ეცოდინებათ. ჩვენ სკოლას ნამდვილად გაუმართლა, იმიტომ რომ თავად აფხაზი ალამასწავლებელი ასწავლის აფხაზურ ენას და ეს ფუფუნება არის ერთგვარი. ძალიან დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით, მათ შორის მეც და უფროსებიც ვერთვებით ხოლმე ამ აფხაზური ენის სწავლის პროცესში. ჩვენ გქონდა რაღაცა პატარა გამოწვევები, რომლებსაც პატარა ვიდეოების სახითაც ვიწერდით ხოლმე აფხაზურ ენაზე, ვესალმებოდით, ვილოცავდით სხვადასხვა დღესასწაულებს ხალხს და ამით ვცდილობდით, რომ უფრო მეტი კონტაქტი გქონოდა იმ ჩვენს დროებით ოკუპირებულ რეგიონთან. ალამასწავლებელი გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმით, ადამიანური დამოკიდებულებებით, არის ძალიან საყვარელი ყველასთვის სკოლაში, პატარა გამოკითხვაც ჩავატარეთ პედაგოგებზე და განსაკუთრებული დიდი სითბოთი და სიყვარულით იყო ალამასწავლებელი მოხსენიებული. ვარა მამით ვარ აფხაზი და დედა მყავდა ქართველი. ჩემი მეუღლე არის ქართველი, მაგრამ მასაც ანუ ბებია და ბაბუა ყავდა აფხაზურ ტრადიციებს, ადათ-წესებს, რომ ითვალისწინებდნენ, რომ იყენებდნენ ისეთი ადამიანები, იმ დროინდელი ანუ ისეთი თაობა იყო, რომ ჩემი მეუღლესაც ესმის როგორც ასე აფხაზური ენა და ყველანაირად იმ 5 წლის განმავლობაში სანამ ჩვენ იქ ვცხოვრობდით, ანუ ჩვეულებრივად ტრადიციული ოჯახი გქონდა. წინააღმდეგ მე თვითონ ვაკ როჩამჩირელი და იქვე გავთხოვდი, იქ მოღვაწეობდი იმ სკოლაშიც, იქ ვასწავლედი, ჯერ ოჩამჩირის რაიონში სოფელ აგუბედიაში, მაშინ იყო 8 წლიანი სკოლა, იქ ვასწავლედი აფხაზურს და რუსულს ერთად. იწერეს მეორე პირი, ზუსტად ქართული ენა სიმართლე რო გითხრათ, აქ ვისწავლე ქართული ენა მარტო იქიდან რაც მომყვა ეს იყო, რატომღაც ბავშვობიდან ყოველთვის მაინტერესებდა ეს ენა და რახან დედაჩემი იყო ქართველი ეროვნებით, რატო არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ბავშვობიდან ვთხოვდი მას, რომ ანბანი მაინც რომ ესწავლა ჩემთვის და ანბანი მქონდა ნასწავლი, რო ჩამოვედი, მაგრამ ლაპარაკით ვერ ვლაპარაკობდი. მე ეს ჩემი შვილების სკოლაში მივიყვანე ქართულში, რაღაცა იმუთი მეც პირველი კლასიდან დავიწყე სწავლა და ეხლაც ვერ დავიკვეხნი, რომ ქართული კარგად ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, ის აქაური ნასწავლია. ბავშვებს რომ ძალიან აინტერესებთ ეს. ცალ-ცალკე ის კერძი იყო თუ რაც იყო, საერთო ქონდა ჩვენ აქედან გამომდინარე, დღესაც მინდა გითხრათ, რომ ის შერეული ტრადიციებით მოვდივართ დღემდე. მე ვარ დედა, რომელმაც გაზარდა 3 შვილი, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს, მაგრამ ერთი წუთითაც არ მინანია ცხოვრებაში, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი შევქმენი, არაჩვეულებრივი შვილები მყავს. ჩემ ბავშვებს ძალიან უყვართ ჩვენი კუთხე, არაერთხელ არიან ჩასულები, ანუ დღესაც იქ უბრალოდ დაიბადნენ, თორემ არ გაზრდილან, მაგრამ არანაკლებად უყვართ აფხაზეთის კუთხე, ადამიანს რომ გამოადგებიან, ისეთი შვილები გავზარდე. მარტო მე არ მიმიღია მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მეუღლესთან ეს ერთად და დღეს მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, მე ასე ვთვლი.